მოგესალმებით, მეგობრებო, ცოტა ეზოთერული ვიდეო მინდა ჩაგიწეროთ, როგორ მუშაობს ასტროფსიქოლოგია და ეზოთერული ასტროლოგია და ზოგადად რომ მიმოვიხილოთ უფრო ეზოთერულად ენერგეტიკა, როგორ არის ადამიანის საწყობილი და ფსიქოლოგიურ ბლოკებს რო ეძახის ფსიქოლოგია, მაგალითად ჩვენთან ეზოთერულ სფეროში როგორ აღიქმება ეს ყველაფერი, ხო? ეზოთერულ სფეროში ასევე ენერგეტიკასთან ძალიან ვაკავშირებთ ღრმა კარმულ პროგრამებს, კარმული ასტროლოგია ამბობს, მაგალითად ეს არის წინაცხოვრებებში, აურაში, კარმის ენერგეტიკაში დაგროვილი ემოციები, ძველი პროგრამები, ძველი სევდები იქნება, ეს აგრესია იქნება, წყენა თუ რა იქნება და ასევე პოზიტიური ენერგია არის დაგროვილი კარმას რო ეძახით, უკვე ნათელი კარმა, ხო, ნათელი კარმული სტრუქტურები. ეს ძალიან ხშირად აისახება ჩვენთან რეალურ ცხოვრებაში, ხა კარმულ ასტროლოგიაში, როცა შევდივართ მაგალითად უფრო კარმულად რო განვიხილავთ რუკებს, ეს ენერგეტიკული ბლოკები არის კარმული თუ ამ ცხოვრებაში, ამის დანახვა, მოდით ესე რომ ვთქვათ, ეს ეზოთერიკას ასტროლოგიური კუთხით შეუძლია. ეხლა მინდა რომ ცოტა დაგეხატოთ კიდეც, როგორ მუშაობს ენერგეტიკული ბლოკები. და რაც სამედიცინო ასტროლოგია იქნება თუ ეზოთერული ასტროლოგია, ძალიან კარგად ჩანს ადამიანის ეს ბიოველში და ენერგეტიკაში რა სტრუქტურებში არის აგარღვევა, ხო? ერთი მინდა იცოდეთ, რომ როცა ენერგეტიკულად ვიწყებთ ადამიანის აღქმას, არა როგორც სხეული და ცალკე ემოციები, არამედ ენერგეტიკული სტრუქტურები, ხო? და ამ ენერგეტიკულ სტრუქტურას ის ვიცით, რომ ჩვენთან არის ესეთი აურა, აი ესეთი ადამიანის, ვიცი რამდენად თქვენთან ჩანს, მოგენ ჩანს. და აი აქ რო წარმოვიდგინოთ ადამიანი, ჩემი ხატვა კატასტროფა არის, მაგრამ მაინც. და აი ეს არის აურული ველი. ამ აურას აქვს ბევრი ესეთი შრე. აი ეს შრეები, რაც უფრო ახლოს არის ადამიანთან, მაგალითად, ის ესე სასაცილოდ დავხატოთ. სხვა არა გვაქვს, მაგრამ მიყვებით. ცოტა საბავშვო გამოდის ვიდეო ამ ძალიან სერიოზულ თემაზე, მინდა დღეს გელაპარაკოთ, მაგრამ მაინც. აი ამ აურას აქვს ბევრი შრე და აი ეს აურის შრეებში, აი რაც უფრო შორს არის, მით უფრო გადის აი ამ მატერიალური სივრციდან და უკავშირდება უკვე სამყაროების, ანუ იქითა სამყაროების, ანუ საიქიოს რო ეძახით და საიქიოს იქით კიდე ბევრი სამყაროები და შრეები არის, აი ამას უკავშირდება ადამიანის ველი, ამიტომ ღრმა ჰიპნოზურ მდგომარეობაში რომ შევდივართ, მაგალითად აი ამ შრეებს ყველას ვარღვევთ და გავდივართ აი ამის მიღმა. ეს სხეული, ფიზიკური სხეული, ხო? და გარშემო ეს აურული ენერგიები ძალიან არის დაკავშირებული ერთ ველში გარე სამყაროსთან. აი რაც უფრო აქეთ გავდივართ, წინაზე რო ცხრილი გითხარით, აქ სელენას ენერგეტიკა, ხო, რაც ჩანს ადამიანის სულის ნათელი კარმის, რომელიც ამავე დროს აქ აურასთან აქვს კავშირი. აი ამ სელენას ენერგიას და აი ამ სელენას ენერგიისგან შემოდის ნათელი ენერგიები, როგორც მზის სხივები, რომელიც კვებავს ფაქტიურად ადამიანს. აი ეს სულიერი შრე აძლევს ადამიანს იმ კვების ენერგიას, რასაც დგას ფუნდამენტი, ანუ სულის ვიბრაცია, ხო, ეს მთავარ ბირთვს რო ვეძახით, ხო, ესე რომ ვთქვა, მთავარ ადამიანურ ენერგეტიკულ ბირთვს. აი შემდეგ აქედან რომ მოდის ნაკადები, აი აქ რაც უფრო ეგოში შემოვდივართ მატერიაში, რაც უფრო შემოვდივართ, შემოდის წყენები, შემოდის დარდი, სევდა, დაკარგვა, მოდით აი არქეტიპულ დონეზე გეტყვით, რაც უფრო ამ სიღრმეებს ვიკვლევდი, გავდიოდი არქეტიპულად ადამ და ევას სამოთხის დაკარგვის დარდზე, სევდაზე სადღაც და მერე რო სირცხვილის და ესეთი ტრამვული ემოციების ის შემოდის, ხო? სადღაც აი ეს აღიქმება, რამდენი თერაპიული პრაქტიკაც მქონია თუნდაც სხვადასხვა ადამიანთან, აი ეს აღიქმება როგორც ედემის ბაღი და იქიდან გამომდევნეს. და შემდგომ აი აქ იწყება აურაში ჩაჭედვა, ეს ძალიან დიდ სურათში რო ავიდეთ, აი ამ სურათში რო ავიდეთ, აქედან რო შევხედოთ ჩვენს არსებობას, ხო? ზედა სამყაროებიდან რო შევხედოთ ჩვენ არსებობას და ამ აურაში ნენელა შემოდის როგორც ნათელი ენერგია, ნათელი კარმა, ნათელი სხივი, ესე რა თქვა, ხო, ისე ნეგატიური, სატურნულ, ლილიტური, მოდი ესე ვთქვათ, დრამა, შიში, სირცხვილი, მაგალითად, როგორც ახლა მთავარი რა იყო პირველი იმპულსი ადამ და ევას, რომ შერცხვათ,
ხო, სადღაც. აი სირცხვილის შექმნება ეს არის სატურნი ჩვენთან და აუცილებლად სატურნზე გავდივართ ლილიტთან. ეს ერთი ენერგია არის, ხო? ანუ მატერიაში შემოსვლის დარდი, მოდი ესე რომ ვთქვათ, ან სირცხვილი, აი ცოტა არქეტიპულ ეზოთერულ ფილოსოფიურ დონეზე რომ ველაპარაკოთ, აი ეს არის უფრო ეს ენერგიები, ხო, ეს სატურნი, ანუ ამით შეგვიძლია ჩვენ დავინახოთ ადამიანი მიწაზე, დედამიწაზე რომ შემოვიდა, რა იყო აქ მთავარი ემოცია, ხო? დედამიწას გულისხმობ მიწიერებაში, განსხეულებაში, ცოტა მძიმე მატერიაში რომ შემოვიდა. აქ სულიერ სამყაროები, ბევრად უფრო ეხლა რო აგიხსნათ, აი ამის ზევით არის სულიერი სამყაროები, დაახლოებით აქ სელენას ინკარნაციის სფეროში აქ არის ზევით სულიერი სამყაროები, რომელიც ბევრად უფრო ნათელ ენერგიებში არის, უფრო მსუბუქ ღვთიურ ენერგიებში არის გახვეული, ესე რომ ვთქვათ, ხო? და რაც უფრო ამ სელენიდან ჩამოდივართ, მყარდება მატერია, როგორც სხეულებრივად, ესე აღქმადობაში. ეზოთერულ ასტროლოგიაში რო გავიდეთ, სელენას ინკარნაციაში რო გავდივართ სიტყვაზე, ხო? იქ ყველა ერთნაირად ხედავთ, მე მაგალითად მე ვისაც აკვირდებოდი ჩემი თავით თურთ, თითქოს ღვთიური ენერგია ძალიან ახლოს იყო იქ გაცნობიერებაში. შუქანა მინდა თან განახოთ. როგორ არ აინტერესებს ეხლა ამას. კარვად ამბავი. დედიკოსთან ქუჩიდან მოხდა აქ და ვარჩა გაინახდა უკვე ბედნიერი ცხოვრება. ეს ისე. ხო და ამ შემთხვევაში, როდესაც აი ამ სინათლიდან იქ ხდება სინათლეში აღქმა, იქ არის სამყაროს შესახებ ბევრად უფრო ნათელი აღქმადობა, ბევრად უფრო აი ღვთიური ენერგია, ჭეშმარიტება, სულიერი წვდომა, ეს ყველაფერი თითქოს უფრო ახლოს არის, ანუ უფრო სულიერ ენერგიაში არის და რაც უფრო ქვევით წარმოსახვით ეს შტაინერის ამბობდა, რომ იქ ზედა სამყაროები და ქვევით უყურებიანო, უფრო ქვევით რო აღვიქვამთ ნენელა, იქ უფხეში მატერია შემოდის, ხო? ამ უხეში მატერიაში დომინირებს ეგოს თემა. ეგოს თემა რას ნიშნავს, ხომ? ეს უფრო არ ვიცით აქ აი სელენას ენერგია როგორ მოვახდინოთ სელენას ენერგიის რეალიზირება მატერიაში, ხო? იმიტომ რომ აქ უფრო უხეში მატერიაში დომინირებს ეგოს თემები, უფრო დაუცველობა, თვითგადარჩენა, სულიერება, ზე მეტად აქ ხორციელი, ანუ ინსტინქტური ენერგია დგას, ხო? ქრისტიანობაში ცხოველურ ინსტინქტებს რო ეძახდნენ, ხეთს რო ეძახდნენ, ესე რომ თქვა, ანდერში ეს არის ცხოველური ინსტინქტები და თლად ახლა ღრმა ეზოთერულად ამას ბოლომდე ესე ვერ დავარქმევთ, როგორც ეს ცხოველური ინსტინქტები. მაგრამ ყველა ვარიანტში აი ამ ინსტინქტებს და ამ ეგოს და აი ამ მე ენერგიას აქვს ეს აურაში ენერგეტიკული ველები სხვადასხვა სიხშირეზე. ასევე აქ არის ზედა ნახევარსფერო და ქვედა ნახევარსფერო, ხო? ყველა ჩაკრებს, აი აქ ენერგეტიკულ ცენტრებს ეძახდა მაგალითად სხვადასხვა ენერგეტიკულ ცენტრს, თავის კუნდალინი, თავის იქ შუბლის ჩაკრა და ასე შემდეგ. ინდური ფილოსოფია ძალიან კარგად ხატავს ცენტრებს, ენერგეტიკულ ცენტრებს, აურაში ენერგეტიკულ ცენტრებს. როდესაც არის ტრამვული მძიმე გამოცდილებები ან კარმული მძიმე გამოცდილებები, აი ამ აურაში ადრე ვლადიმერ ბენაიძეს ამ ქონდა რამდენიმე ვიდეო მიდევს გვერდზე, რომელიც პირდაპირ ამ სფეროს სპეციალისტი არის, აურის დიაგნოსტიკას ახდენს და აი ეს აურა ირღვევა და ხდება წიგნიც აქვს მას დაწერილი. აი ესე როგორ ხდება გადინება ენერგეტიკის და ენერგიას კარგავს ადამიანი აქ, რომელიღაც ჩაკრაში და როგორც წესი ქვედა ჩაკრებში ხდება მძიმე ენერგიების გადინება, ანუ აი მაგალითად როცა ამბობენ ბნელი ძალები, თვალი, წყევლა, სხვადასხვა მძიმე სულების თავდასხმა და ბევრ რაღაცას რო იძახიან, როგორც წესი ქვედა ჩაკრებთან არის დაკავშირებული. აი თუ არის გულის ჩაკრაში, თავში პრობლემა მაგალითად, ის უკვე ცოტა ზედა ენერგიებთან არის დაკავშირებული. ერთხელ ვლადიმერი მიყვებოდა, ну ეს მისი სფერო არის და უფრო მის კვლევებს მოვიყვან, მაგალითად, იმიტომ რომ ნამდვილად მე აქ უფრო კარმული ასტროლოგიით მიკვლევი აურების ენერგია და არა უშუალოდ ეს ბიოენერგეტიკულად. და ის მიყვებოდა, რომ როდესაც ან ფაქტი არის მაგალითად, ან თავის
ზონაში პრობლემები არის, ხო? ხშირად ეს თავარანგელოზების დარტყმად აღიქმება, ოღონდ შეიძლება გიცავდნენ შენ, ოღონდ შენ აურას აუცილებლად ვიყენებენო, შენ ხარ როგორც სიხშირე გადამცემი, ეს ხო ჰიპნოთერაპიაზეც გქონდა ნანახი, როგორც ვიბრაცია, აურის ვიბრაცია, როგორ იზიდავს, ფსიქოლოგიაც ამბობს ველის თეორია მაგალითად და აქ უფრო არის საუბარი, როგორც სიხშირე ჩვენი ენერგეტიკული ველი, ეს აურა არის როგორც ანტენა სხვადასხვა ადამიანებისთვის, სხვადასხვა ემოციების მისაზიდად, ანუ ჩვენი მატერიალური სამყარო ამ ანტენის სტრუქტურაზე არის დაფუძნებული, ძირითადად ეს განსაზღვრავს, როგორ ხალხს მოვიზიდავთ, როგორ ბედს მოვიზიდავთ, ამ აურაში თუ არის დაბინძურებები ბევრი და დაბინძურება რა შეიძლება იყოს, წყენები ბევრი, კარმული დარდი, სადღაც აქ რომელიღაც სამყაროში, გარდაცვალებები თუ იყო წინა ცხოვრებებში, აი აქ ფრაგმენტულად არის გაჭედილი სული, ამას ფსიქოლოგია ეძახის გეშტალტი რო არ არის დასრულებული, ოღონდ ფსიქოლოგია ხედავს როგორც დავიბადე და იქიდან მოყოლებული მაგ ტრავმები სინამდვილეში, რატომ მივიზიდე ეს ტრავმა, რატო დავიბადე ამ ოჯახში, რატო გავჩნდი ამ ქვეყანაში, ამას ყველაფერი 5 წელს ვიყავი რომ მაშინ თქვი, ბაღში ვიჯექი და ვიყურები და რატო გასყოლა ერთმანეთს მეთქი და საიდან მოვედი, რატო არა აქ, რატო ამ ქვეყანაში, აი ესეთ კითხვები რომ მქონდა, ადრეს თქვი ერთ ვიდეოში პირობა მიეცი ჩემ თავს რომ ამაზე პასუხს გავცემდი და ვიკვლევ ამას თელი ცხოვრება. აი აქ, როდესაც აი ეს სტრუქტურებში მოხდა კარმული ჯაჭვების წარმოქმნა რაღაც სფეროსთან, რომელიღაც ემოციასთან, რომელიღაც გარემოსთან, ვიბადებით ამა და ამ ოჯახში, ამა და ამ გარემოში, აი ახლა, რომელიც ჩვენ აურის ენერგეტიკასთან არის ძალიან მჭიდრო კავშირში. და აქ ხდება აი ამ სხვადასხვა შრეში, ახლა კიდევ უფრო ცოტა რომ ავხსნა კარგად, ისევ რომ დაგიხატოთ. აი ეს აურა ჩვენი, რომელიც ხდება აი ესე. მრუდე, გაედინება ენერგეტიკა. ესეთი მრუდე, ან ღრმულები, მაგალითად, ან პირიქით აი ესეთი დეფორმაციები, ვლადიმერს აქვს დაწერილი, წიგნში უდევს ამ აურის ვიზუალიზაცია პირდაპირ. მან დააქვს აღწერილი რა იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს, ან ფსიქოსომატურ პრობლემებს, ან ენერგეტიკულ გადაღლილობას, კარიერულ პრობლემებს, ფინანსურ პრობლემებს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ესე იგი, აურაში, აი ადამიანი რო ავიღოთ, ჩემი პეტრა კაცუნა, აი ამ ადამიანს აქვს ენერგეტიკული ბლოკები, მაგალითად, ყელის ჩაკრა, თუ თავს ვერ გამოხატავს, კარგად, აი თუ, ოღონდ ყველა კი ვერაც ნოფერებს მაგას გეუბნებიან, ხო, ვერ გამოხატავთ ამ დროს სელენა კუროყავს, იუპიტერი კუროყავს, არაფერი პრობლემა, სხვაგან ვერ გამოხატავს თავს, ეს კიდე ცალკე არის კლასიფიკაცია, რამდენად ესმის ადამიანს ამ სიტყვების და რამდენად კონტაქტი აქვს, ხო, ამ ყველაფერთან. ახლა ეს იგივე არის, თავიდან რომ ბავშვი წერას იწყებს, იცის თეორიულად როგორ იწერება სიტყვაზე, მაგრამ იქ ხელიც უნდა მოჯდეს, უნდა დაიწაფოს, ხო, აი ესე არის ფსიქოლოგიური თემებიც, როცა უნდა ჩვენ ვისწავლოთ, რაზე ვლაპარაკობთ, ხო, ცალკე. აი აქ ყელის ჩაკრა თვით გამოხატვის პრობლემა ხშირად აქვთ, მაგალითად, სატურნი კურო თუ არის, სატურნი მეორე სახლი თუ არის, სატურნი მერკურის ნეგატიური ასპექტი, სატურნი ვენერას ნეგატიური ასპექტი. ეს ყველაფერი ბლოკავს ყელის ჩაკრას. ოღონდ განა ის არის, მე რაღაცას ვერ ვამბობ. მე ჩემ თავს ვერ გამოხატავ. შეიძლება ეს მეხუთე სახლის ზონაშიც კონდეს ადამიანს, ეს მეხუთე სახლი ჩვენთან არის თვით გამოხატვა და აქ შეიძლება როგორც საუბრის კუთხით ვერ გამოვხატო ჩემი თავი, მაგალითად შეიძლება ბევრი პლანეტები კუროს ასწორის ღერძზე იყოს და დაბლოკვა იყოს რაღაცა დონეზე, ან ბევრი რამ არის ხოლმე აქ სანახავი და თერაპიულადაც არის სანახავი ადამიანი. თვით გამოხატვა იბლოკება ყელის ჩაკრას, ასწორის ენერგეტიკა, მზე სატურნი, მოკლედ მთელი ეს ამბები ყელს რაღაცნაირად ბლოკავს. ან შეიძლება მე ყელში გავაჩერო ჩემი ბრაზი, ეს კიდე ცალკე თემა არის, ხო? შეიძლება აი აქამდე მქონდეს, რომ არ ამოვიდეს ის ნეგატივი რაც მინდა და ზოგჯერ საჭმელზე ზედმეტი ისიც არის, რომ ჩავყლაპო ის სიმწარე, რაც არ მინდა რომ ამოვიდეს, ხო, სიტყვაზე. ეს ძალიან მოკლედ გიყვებით. თუ არის მაგალითად გულის ჩაკრაში აქვს პრობლემა, გულის ჩაკრა ეს არის სიყვარულის ენერგია, ეს არის გულით ცხოვრობ თუ არ ცხოვრობ, მთელი გულით ცხოვრობ თუ არ ცხოვრობ მაგალითად და პირდაპირ ცხოვრების, ფსიქიკის, პირდაპირ
ჩვენში ემოციურად ეს ენერგეტიკულ დონეზე როგორც ცხოვრობს, ეს გულის ჩაკრა არის ძალიან აქტიურად აქ დაკავშირებული. ხო, შეიძლება პირიქით გულის ჩაკრა გქონდეს ძალიან კარგად, იქ ლომში იყოს პოზიტიური პლანეტები, სელენა იყოს ან რაღაცა ეგეთი და აი ამ გულს ვიყენებთ ხოლმე ამ ყველაფრის სამკურნალოდ მე. ეს არის ჩაკრის დონეზე ენერგეტიკული პრაქტიკები. მეც მაგ ვერჯო გავლილი, მეც ვაკეთებ ხოლმე ეს ვთქვათ, სხვადასხვა კლიენტებთან ისე რომ ვთქვათ, თუ ამის საჭიროება ჩანს ხოლმე და აი რომელიც უფრო ძლიერია, იმ ენერგიით ვიწყებთ ხოლმე დაკონტაქტებას მეორე ენერგიასთან და ეს გეშტალტურად რაღაც ემოციის დასრულებას გულისხმობთ. თან კარმალათაც ხედავთ მაგალითად რა პროგრამები არის, რა ენერგეტიკული პროგრამები აქვს ადამიანს. მაგალითად შავი მთვარი არის მეხუთე სახლი ან ლომში, პირდაპირ გულის ჩაკრა ზიანდება და შეიძლება იყოს ნევროზულად, მაგალითად უფრო გული აწუხებდეს ადამიანს, ამ დროს გულზე არაფერი არ ქონდეს, ან რეალურად გული აწუხებდეს ადამიანს უკვე ფიზიკურ დონეზე, გულის წყვეტა მქონდა ხშირად, ან ჩემს თვითგამოხატვაზე უარი ვთქვი, ან ჩემს შემოქმედებით ენერგიას არ ვიცი პატივი ან კონტაქტზე არ გავედი ჩემს რეალურ მესთან და რაღაც გამოგონილ მესთან მქონდა ურთიერთობა სიტყვაზე, ხო, აქ ბევრი ხრინავს და აი აქ იწყება ბლოკები, ენერგეტიკული ბლოკი. ძალიან მნიშვნელოვანია კლასიფიკაცია. აი ამ ჩაკრულ ენერგიებთან აქ კარმული კავშირებია სხვა სამყაროებთან, თუ რეალურად მიწიერი ამ ცხოვრებასთან, მაგალითად იყო მშობლები, იქიდან წარმოსული ტრავმები, ხო? თუმცა ჩემი გამოცდილებით ორივე ერთმანეთთან არის კავშირში. ფაქტიურად ამ ცხოვრებაში ჩვენ ერთი და იგივე სცენარებში ვტრიალებთ კარმულ სცენარებში, რომელიც ან უფრო ვამწვავებთ ამ კარმულ ნეგატივს, ან პირიქით ვიწყებთ მოგვარებას ამ ყველაფრის, ხო? თუ არის მაგალითად, მოდი ესე ვთქვათ, აი აქ ზედა ჩაკრებში, ხო, პრობლემა აი აქაც არის და მე აქაც არის, ხო, ეს ჩაკრული ენერგია. აი აქ ხშირად უკავშირდება ეს სხვათა შორის ტყუპების ზონა როცა არის დაზიანებული, ან აი ამაში არის პრობლემა, ან აქ არის პრობლემა, როგორც გონება აფეთქებული რო არის. ტყუპები, ვერძი უფრო ამ ჩაკრასთან მექნებოდა კავშირი, ყველა ლილიტს და ყველა სატურნს ხო თავისი ორგანოები აქვს და აი ეს ვერძის დონე, აი ძალიან ნეგატივზე თუ ზის, აქაც კარმული ნეგატივია, უკვე დაგროვდა, ხო, იქ ზედა სამყაროებთან, იქ რაღაცადღაც გაიყინა ადამიანი, ხო? და უკვე აი აქ ამ მიწიერ სამყაროში, ამ აურაში უკვე ამ ზონაში ხდება დაბინძურება და თავის ზონა ეს არის უფრო შავი მთვარე, როცა აზიანებს გონებას, ნათელი გონება, ეს არის ვერძის ენერგეტიკა, სელენას შემთხვევაში პირიქით აქ გვაქვს ძალიან, თუ რამე ნათელი აქ ადამიანს თავის ზონა არის ნათელი და მე ლილიტს უყურებთ იქ შავ მთვარეს და სატურნს, სად არის ბლოკი, მე მაგალითად სასწორში მიყავს სატურნი და აი ყველა თერაპიაზე აი აქ გრძნობდი, თითქოს ეს აი ამ ზონაში გრძნობდი სასწორი, ეს არის კომუნიკაცია, საუბარი, მაგალითად ურთიერთობები, ხო და აი რაღაცნაირად შინაგან ბლოკს გრძნობდი ხოლმე, თითქოს მეთქი ბლოკი მადევს, აი აქ თქო, ხო, აი ესეთი ემოცია იყო. ეს არის დაბლოკვა პირდაპირ სატურნული და არის ლილიტის დაბლოკვა, საიდანაც ენერგია პირდაპირ გადის. საერთოდ გადის. ბლოკი არის, რომ აქ შეზღუდული არის, დაპრესილი არის სატურნი ვერძი, მაგალითად ახლა რომ გადადის სატურნი ვერძი, ხო, დაპრესილი არის, რაღაცა მძიმე მადევს. მაგრამ ლილიტი ვერძი ეს არის, რომ აქ უბრალოდ დაბინძურება იმხელა არის, რომ მოდის და მოდის ვიღაცების ნეგატივი. ოღონდ ქვედა სამყაროებიდან ამოდის რაღაც ნეგატივი, ან იმდენად უკვე თავის ზონა მაქვს დაბინძურებული და მე არიან ძალიან აგრესიულები, მაგალითად ის მეორე კატეგორია, როცა ვერძია დაზიანებული, ხო? და სიამოვნებაში ეს არის, რომ თავში მაქვს მთელი აგრესია, როცა თერაპიულადაც მემუშავია ან სატურნ ვერძებთან, ან სატურნი მარსის შეერთება, ან ლილიტი ვერძი, ან ლილიტი მარსის შეერთება, სულ გადიან აი ამ ზონაზე. თავში მოდის სიმძიმე, თავში მოდის აგრესია. იმიტომ ეს ჩაკრა ხშირად აი ესეც და ესეც, მაგრამ აქ ხშირად უკავშირდება აი ეს ჩაკრა აქ, მაგალითად უკავშირდება უფრო ფიქრები ბევრი, გადატვირთული არის ადამიანი ფიქრებისგან, ხო, მერკურული ენერგია არის ეს. და აი აქ უფრო ეს უკავშირდება ვერძის ენერგეტიკულ ველს. და საბოლოო ჯამში ახლა მთლიანად თავი ჩვენთან ვერძია. როდესაც მზის წნულთან გვაქვს კავშირი, უკუღმა გავიარე, მაგრამ გესმით ალბათ.
ზის წნულთან როცა გვაქვს კავშირი, ეს ხშირად არის კირჩხიბულ ქალწულური ენერგია. ანუ დაგროვილი წყენები მაგალითად, ეს არის, როდესაც ძალიან ძლიერი შიში მოხდა, მაგალითად, რომელიღაც ინკარნაციაში, ძლიერი შიში, რომელიც გაიჭედა კუჭის და მუცლის ზონაში, ესე რომ ვთქვათ, ზის წნულში და ენერგია გაედინება აქედან დიდი დოზით. თუ ეს კარმული არის, მაგალითად, დიდი დოზით გაედინება. თუ აქვთ ადამიანებს, მაგალითად, მანდაც გააჩნია სატურნის ბლოკი არის თუ ლილითის ბლოკი არის, ხო? სატურნი მაგალითად მეექვსე სახლში, მაგალითად იქ ქალწულში სატურნი შეიძლება იყოს ესე, შეიძლება მერკური სატურნი იყოს, ან სტელიუმი მეექვსე სახლი, ხო? აი აქ ხდება კუჭის ზონაზე, კუჭნაწლავი, მოდი ესე ვთქვათ, თლიანი ცენტრი არის აქ. და აი აქ ხდება დაბლოკვა, თუ იყო ძლიერი შიში, ძლიერი წყენები, ესეც შედის ამაში, მაგალითად, წყენები, როცა მე გადავყლავე წყენა, სადღაც და გროვდება აქ კუჭის ზონაში. ქვედა ჩაკრებში რო ავიღოთ, ეს არის მეორე ჩაკრა. აქ მეორე ჩაკრა ეს არის მორიელური ენერგეტიკა, პლუტონ მორიელური ენერგეტიკა, თუმცა იცით როგორი პლუტონური ენერგია არის მანდ სხვათა შორის პირველ მეორე ჩაკრასთან ახლოს კუნდალინის ამბობენ ხოლმე რომ არის, ეს არის რაღაც ესეთ ცეცხლოვანი ენერგია, რომელიც შემოქმედებითი ენერგია არის ძალიან ძლიერი და სხვათა შორის შოკურ სიტუაციებში, ჰიპნოზურ სიტუაციებში ეს კუნდალინის ენერგია ცოცხლდება, იღვიძებს, ან ძლიერი სიკვდილის შიში როცა არის, ან ძლიერი ემოციური შოკი თუ არის, მაგალითად კუნდალინის ენერგია იღვიძებს და სიცივის და კანკალის შეგრძნება იცის ხოლმე ამ კუნდალინის ენერგიამ. და სხვათა შორის ჰიპნოზურ სიტუაციაში გამოიწვია ეს ენერგია, ოღონდ შიში ისეთი არ იყო შიში, უბრალოდ იყო ეს რაღაცა ესეთი კანკალი შიში, ესეთი შფოთვა და სავარაუდოდ, ამას ამბობენ ხოლმე, კუნდალინის ენერგიასთან შეხება ხდება, ხო, განძრევა ხდება და ეს ძალიან დიდი საცოცხლო ენერგია არის, ესე წერია წიგნებში მაგალითად. მაგრამ აი ამ მეორე ჩაკრაში თუ ადამიანს აქვს რისკის შიში, თუ არის სიკვდილის შიში, ცვლილებების შიში, ღრმა წყენები, ოღონდ როგორ იცით, აი იჭვიანობასთან დაკავშირებით რაღაცის გაშვება რო არ გვინდა მაგალითად, ხო, აი რაღაცაზე ჩაბღაუჭება რო არის, ემოციის ჩაბღაუჭება რაღაცაზე, ან სიყვარული, ან ოჯახის წევრი, ან ურთიერთობებში, აი პლუტონურ მორიელური ის რომ არის, როდესაც არის აი გაჭედვა რაღაცაზე, ან შიშები ძალიან ბევრი, რაღაცის გაშვების, რაღაცის დაკარგვის, მაგალითად, ან ტრანსფორმაციის უნარობა, ხო, მე მინდა რაღაცნაირად უკვე წამოვიდე ძველი სამსახურიდან, მაგრამ მეშინი არა იქნება მომავალში, მეშინია ბავშვის გაჩენის, იმიტომ რომ როგორ ვიქნები, არ ვიცი. მთელი აი ეს შიშები ყოველთვის არის დაბლოკვა მეორე ჩაკრის, რომელიც რეპროდუქციულ სისტემას მართავს მაგალითად, სექსუალურ ენერგიას მართავს და ეს ყველაფერი იბლოკება ხოლმე, როცა შემოდის შიშები. არის პირველი ჩაკრა, ფუძის ჩაკრას რო ეძახიან, აქ არის მთავარი ბიძგი, ყველაზე ესეთი მუქი ენერგია აქვს ამ ჩაკრას. და იცოდეთ, ეს ორივე ჩაკრა კავშირში არის ფინანსებთან. როდესაც ფინანსური ნაკადი არ მოდის, ან არის სერიოზული შფოთვა, პანიკა, ნევროზული ფონი, შიშები, უმეტესად აი ეს ქვედა ჩაკრები არის ხოლმე დაზიანებული, გაედინება ენერგია ამ ჩაკრებიდან. ესე იგი, მე გირჩევდით ChatGPT-ში დაგუგლოთ უბრალოდ პირველი მეორე ჩაკრა, ფუძის ჩაკრა, რა ფუნქციას ასრულებს, თუ ესეთი პრობლემები გაქვთ და იქ წერია უკვე რა თვისებები არის, რომელიც წარმოიშვა ან კარმულად, ან ემოციურ დონეზე ამ ცხოვრებაში, ხო? აი ეს არღვევს, აქედან ენერგია გადის და აი მთელ აურულ ენერგიებს არღვევს, ენერგეტიკულ სტრუქტურას არღვევს ადამიანის, აღარ ხდება მთლიანობა, აღარ ხდება ენერგიის სწორისვლა, ანუ როგორ არის ეზოთერულად იცით, რომ ზევიდან მოდის ენერგია, უნდა გატარდეს მთელ მერიდიანებში ყველაში და გავიდეს ბუნებრივად და მე ცირკულირება მიდის, ხო, დედამიწა, ციდან მოდის ენერგია, ეს პირობითად ეზოთერულ პრაქტიკებს რო გეუბნებით, მიწიდან გადის, ხშირად ეს წარმოსახვის თერაპიებში ისე ვაკეთებთ ხოლმე. რო აი წარმოვიდგენთ ხოლმე, რომ ეს ხივი მოდის, ოღონდ ყველაზე დიდი პრაქტიკულად, ახლა ჩემი გამოცდილებითაც რო გითხრათ, აი ესეთი იოგა თერაპიას ეძახიან მას. როდესაც გვაქვს ესეთი
პრაქტიკა ყველაზე ეფექტური არის ჯერ ამ ტრავმების გაცნობიერება, ჯერ ყოველ ორგანოსთან ვაკავშირებთ, სად არის ბლოკები, ამას რუკაში ვხედავ, ამ ენერგიებთან ვაკავშირებთ ადამიანს, ოღონდ ისე რომ იმას ხო კუნდალინის შეხედე გეუბნები, ეგრევე ჩანს ეს, ხო, იქ სიტყვებით, იქ ემოციებით, მთელი ემოციური სტრუქტურა ჩანს ადამიანის, მთელი ცხოვრება ჩანს ხელისკულზე ასტროლოგიურ პირად რუკაში და იქიდან გამომდინარე შევდივართ აი ამ მერიდიანებში. ფსიქოლოგიაც იგივე საკეთებს, ოღონდ არ ესმის ბოლომდე რა საკეთებს, ჩემი ინტერპრეტაციით თუ ეზოთერული ლოგიკით შევხედავთ და აი ამ ენერგიებთან კონტაქტით იწყება ცირკულირება ენერგიის და შემდგომ რა ხდება ხოლმე ეცაი რაღაც ისეთი თერაპიული პრაქტიკა თუ არის ესეც საინტერესო მე შეიძლება გქონდეთ განცდა რომ უცებ რაღაცა მოგვარდა უცებ არსაიდან სამსახური შემოთავაზება მიიღო ადამიანმა სიტყვაზე ხო რატო ხდება ეს როდესაც არის ბლოკები, იჭედება ენერგია, ფაქტიურად აი ქვედა ჩაკრებში თუ გვაქვს გარღვევა, ქვევით ვეღარ დამიწებას ვეღარ ვახდენთ, დაგრაუნდებას რო ვეძახით, ხო, იმიტომ რომ ენერგეტიკული ნაკადი არ მოდის, რომ მე სადღაც მიწასთან კონტაქტი მქონდეს, ოღონდ ჯანსაღი თორე შეიძლება ძალიან მატერიალისტი იყოს ადამიანი, მეცის გარდა ვერაფერს ვერ ხედავდეს, მაგრამ ქვედა ჩაკრები ქონდეს იმდენად დამძიმებული, რომ აქედან არ ადიოდეს ზევით ენერგია. ანუ ძალიან ესეთ სულიერი ეზოთერული ადამიანები რო არიან, აი ამ ცოტა ჯღაპნოს მივხედავ, თორე აი ნახეთ, აი ეს რო ადამიანი ავიღოთ, მოდი ხა ესე დავხატოთ. ცოტა განსხვავებულად და აი აქ არის ენერგია გულის ჩაკრიდან და ზევით აედინება, მაგრამ ქვევით არ ჩამოდის. და თუ გინახავთ თეიმურაზები, ძალიან სულიერი და ძალიან ეზოთერული, მაგრამ ფული არა გვაქვს, არ იცი სამსახურიცა წავიდე, არ მაქვს სახლი, არ მაქვს კარი, აქ არ ჩამოდის ენერგია. თუ არის რომ საერთოდ ვითომ რომ ეკლესიაში დავდივართ, მაგრამ არაფერი არ მესმის, უნარები არ მაქვს, ნიჭი არ მაქვს, სოფხედველობა არ მაქვს, იმიტომ რომ ქვედა ჩაკრები დაზიანებული არის, მაგრამ ქვევით არის მთელი ენერგია, ზევით არაფერი არ მიდის. ზევიდანაც არ ჩამოდის ენერგია. აქ გაწყვეტილი გვაქვს კონტაქტი ზედა სულიერ სამყაროებთან. არ ჩამოდის ენერგია აქ და მხოლოდ მიწიერი მატერიალური ენერგიით ვიკვებებით. რატო არის ახლა ეს? უცებ რომ აქედან გამეხსნას რაღაცები, მე თუ აქ არ მაქვს ეს ჩაკრები გამომუშავებული უკვე კარმულად შეიძლება ვერ გავიგო ეს ენერგია და აი ეს გამოვიყენო როგორც როგორ გითხრათ, ნუ ფიზიკურად ვერც გამოიყენებ რა ამ ენერგიას, როგორც მაგალითად თეიმურაზი, იმ თავისი ხა დიდსულიერი მათ არ ვამბობ რომ თეიმურაზი პროტოტიპი რო აგიხსნათ, რომ დიდი სულიერი ვიბრაციებით მოხდა დამიწება თუ არა მაქვს, მე გავანიავებ ყველაფერს მაგალითად, მე არაპრაქტიკული ვიქნები, მე ღორებს დაუყრი მარგალიტს თემაში გადავალ, ხო? ანუ ზევით თუ არ, მაგრამ ქვევით ბალანსი არ მაქვს, ამას გავანიავებ აქ და აქ თუ არ მიწიერებაში და სიხარბე მაქვს, ფული მინდა, მარტო კეთილდღეობა დღევანდელი საქართველო, ხო? თავისი ესეთ ელიტით, ესე რომ ვთქვათ, ხო? ქალაქის და რომ ვეღარ გავდივართ, ანუ ისეთ სიხარბე არის, რომ არავის არ იფიქრეს, მხოლოდ თავის თავზე. ეს არის ქვედა ჩაკრებში, რო ცხოვრობთ. ეხლა მათ რო სულიერი ენერგია ამისცე და სულიერი ენერგია ეს არის უფრო მაღალი ვიბრაცია, ვერ გაუმკლავდება ამ მაღალ ვიბრაციას, ხო? ეს ძალიან ისეთ ეზოთერულად, აი რო გითხრათ, როგორც ფენა საზოგადოების, რომელიც ძალიან დამიწებულია და სულიერება, ღირებულებები მაღალი არ აქვს, ხო? ანუ ზედა ფიურ სამყაროებთან საერთოდ გაწყვეტილი აქვს კონტაქტი. ამას ეზოთერიკაში ეძახიან ადამიანებს, რომელიც მხოლოდ 4 ჩაკრით მუშაობს, ქვედა ჩაკრებით მაგალითად, ხო? დაჟე 4 ჩაკრაც ბევრი არის, მოდი ესე ვთქვათ 3 ჩაკრა, იმიტომ რომ გულის ჩაკრა უკვე ცოტა ადამიანური საწყისი არის, მერე ყელის ჩაკრა, მერე სულიერი ჩაკრა და იქ უკვე უმაღლესი ჩაკრა, ხო? საერთოდ უკვე ჩვენ ზევით აი აქ არის სადღაც, რომელიც უკვე ღვთიურ ენერგიასთან არის კავშირში. როდესაც ეს ენერგიები არის სრულად ჰარმონიული, ეს არის, როდესაც სულიერ ენერგიას ვიყენებ ყველა დონეზე, გამტარი ვარ,
ღრიული ენერგიის, ანუ ცასთანაც მაქვს კონტაქტი და მიწიერებასთანაც მაქვს კონტაქტი. როგორც წესი, ეს არის ხოლმე ბალანსი დარღვეული. სადღაც არის გაჭედა. ცოტა მცირედი ნაკადებით მოდის ენერგია, მიდის, მაგრამ ცოტათი მიდის. ან არის ისეთი სიტუაცია, რომ საერთოდ აქ ჩერდება და ქვევით აღარ მიდის. გამოდის წყობრიდან ჯერ ენერგეტიკული ცენტრები და მე როგორ ორგანოებს არწყავს. ხო, ანუ თვითონ ორგანოები შეგვიძლია ვნახოთ, სად არის გაჭედილი ენერგია, სად არის პრობლემები, ხო, ენერგეტიკულ დონეზე. ეხლა რო გითხრათ უფრო ეზოთერულად, როგორ ხდება ამ ენერგიებთან მუშაობა, როგორ შეგვიძლია ჩვენ ფსიქოლოგიურად ვიმუშაოთ ამ ენერგეტიკულ ველთან, ხო? ესე იგი, ერთი არის, თქვენ ალბათ გაგიგიათ ენერგეტიკულ პრაქტიკებში, მაგალითად, იქ არის უამრავი პრაქტიკები არის ეზოთერიკაში, როგორც იოგა, მაგალითად, როგორც ეს კუნდალინის გაღვიძება არის ესეთი, არის ჩაკრებზე მუშაობის ტექნიკა, არის აი ესეთი მუსიკალური ნივთები, მაგალითად, რომელიც ხმით და ბგერით თერაპიას ბგერით თერაპიას გულისხმობენ მაგალითად, მაგრამ სიამბირეში გვახდება კითხეთ, ესენი არაფერი არ მუშაობს, თუ არ არის მთავარი გაცნობიერებული, თუ არ არის კონტაქტი ჯერ ერთის კარმოსტრუქტურებთან, მე თუ ხედავ ამ ჩაკრებში ჯერ ფსიქოლოგიურად რა დარღვევები მაქვს. შემდგომ ნელა გავდივარ კარმოსტრუქტურაში, აი ამ ყველა შრეში მაქვს გაცნობიერებული, დალაგებული სტრუქტურები მაგალითად და აქ მუშაობ რეალურად, აი ამ ყველაფრის დალაგება არის თვითონ პროცესი არის მნიშვნელოვანი და არა მიზანი. ანუ მე როდესაც ამ ყველაფერზე მუშაობ, რეალურად ვითარდები, რეალურად ჩემი სული ვითარდება ამ მიწიერ სამყაროში, ოღონდ ამ ჩაკრებს მიღმა შორეული ჩაკრები ეს უფრო ჩაკრები კი არა ენერგეტიკული ეს აურული ენერგია, რაც გითხარით რომ კავშირში არის იმ სულიერ სამყაროებთან საბოლოო ჯამში, ხო და გავდივართ ჩვენი აურის ნახევარი არის უკვე იქითა სამყაროსთან. იმ სამყაროსა და ამ სამყაროსთან კონტაქტი ჩვენ ვითარდებით, ჩვენ ვსწავლობთ, გვინ ვითარდება უნარები, მაგიტომ არის რომ ადამიანების რომელსაც ნაკლები უნარები აქვს და აი ხა ხო არის ის დიპლომი უნივერსიტეტში მაგალითად აიღო რაღაცა მნიშვნელოვანი ესე სერტიფიკატები, მაგრამ ადამიანს უნარები არ აქვს, ხო? შესაბამისად აქ ძალიან ნათლად აჩვენებს, რომ კარმული გამოცდილება ყველას ერთნაირი არ აქვს. მე რაღაცაში ვარ ნიჭიერი, რაღაცაში არა ვარ. ან ყველაფერში ცოტა ვარ ნიჭიერი. ხო, სიტყვაზე რო ავიღოთ, ან საერთოდ გონია რომ უნარები არ ამო. ხანდახან ეს არის რომ არის სადღაც დაბლოკილი კარმულ დონეზე, არ არის გახსნილი, იმიტომ რომ არ არის ინკარნაციული გამოცდილება, ესეც ვიძახით ხოლმე, როდესაც არ აქვს ადამიანს კარმული გამოცდილება, თუმცა არის კარმული გამოცდილება სხვა პოზიტიურ თემებში. აი აქ ამასთან კონტაქტი, რა უნარები მაქვს, როგორ ვცხოვრობ, მაგალითად, რა უნდა ვისწავლო ამ ცხოვრებაში. აი ამ ყველაფერში გვეხმარება, მაგალითად, ნებისმიერი ეზოთერული ცოდნები არის, ფსიქოლოგიური ცოდნები არის, რაც უფრო საკუთარ თავთან კონტაქტში გვეხმარება და რაც უფრო აი ამ ეზოთერული აი აქეთ რაც გითხარით, სულიერი სელენას ვიბრაცია, ამასთან რაც უფრო მყარად დავაყენებთ ისეთ კარმულ კავშირს, ციცუცით არ იყო ესე ზე აქ, რაც უფრო დავაყენებთ აი აქ კავშირს ამ ენერგიებთან, მით უფრო უნარები იხსნება, რაც უფრო ამ ჩაკრებზე ვიწყებთ მუშაობას, მით უფრო უნარები იხსნება, შესაბამისად, მით უფრო კარმული გამოცდილებით მივდივართ ძალიან წინ. ხომ? და უნარებს ვინ ვითარებთ? ეს არის უფრო ყველაზე მთავარი ასტროლოგიაშიც, რასაც ხედავთ ხოლმე, რა უნარებია განსავითარებელი ადამიანს, ხო? და ყველაზე მთავარი არის რეალობას შევხედოთ ხელმეთალებში და არც მეტი მოვთხოვოთ ჩვენ თავს და არც ნაკლებში ჩავიყვანოთ, ხო? იმიტომ რომ ზოგჯერ არის თვითშეფასების პრობლემა, რომ წყინს და გვტკივა, რატომ მეტი არ შეგვიძლია და სიამთვილეში იმიტომ სიტყვაზე რომ რაღაც ხო უნარები გვაქვს და იმას არ ვიყენებ და ისეთ რაღაცას ვიპატინებით, რომელიც ჩვენი არ არის სიტყვაზე, ან უნდა იქ ვისწავლოთ და გამოვიმუშაოთ და ზოგჯერ ეს გვტკივა ხოლმე, ან პირიქით, ბევრი უნარები მაქვს, ოღონდ მე ჩემ თავს ბლოკავ და არ ვაძლევ საშუალებას, იმიტომ რომ რაღაც შიშები მაქვს, ხო? და აი აქ ჩაკრების დონეზე მქონდეს დაზიანება და ამის გამო მაქვს შიშები. ეხლა ყველაზე მთავარი რა არის? ესე იგი, შეგვიძლია ჩვენ ან ვიაროთ, ეხლა საკუთარ გამოცდილებითაც გეუბნებით, თერაპიაზე წლობით, ვიტიროთ იქ და სულ მსხვერპლის როლში ვიყოთ, ან უბედურის როლში, ან იმას არ უყვარდი, ამას არ უყვარდი, ან ის დავკარგე და ეს დავკარგე და ვიყოთ გამუდმებით გლობაში,
ან შეგვიძლია ძალიან მარტივად ეს ქცევაზე ორიენტირებული თერაპიით წარმოვიდგინოთ რა გვჭირდება იმისთვის, აი მაგალითად რომ წარმოვიდგინოთ, ყველაზე კარგად ეხლა მე ძალიან მოკლე გზას გთავაზობთ ჩემი გამოცდილებითაც, ჩემს კლიენტებთან მუშაობაში, რას ვაკვირდებოდი ხოლმე ჩემი თავით თურთ. არის ესეთი ქცევაზე ორიენტირებული თერაპია, ოღონდ აი რუკაში ჩანს ეს არ არის ის ქცევა ახლა რომელიც მარტო ფსიქოლოგიურ წიგნებში წერია. მე გეუბნებით ასტროლოგიური კონფიგურაციით, მაგალითად, რო ჩაუღრმავდეთ, იქ პირდაპირ ხედავ ხელისგულზე ჩანს ხოლმე რა არის გასაკეთებელი ადამიანისთვის, აი ამ გაუთავებელი თერაპიული პრაქტიკის მიღმა არის ქცევაზე ორიენტირებული თერაპია. ანუ მე ვეუბნები ხოლმე ადამიანს ყველაზე ხშირად და თქვენსა ისე დაფიქრდით მაგალითად ის ოჯახი, ის გარემო რო ყოლოდათ ბავშვობაში, რომელიც თქვენთვის იდეალური იქნებოდა. აი ყველაზე მეტად რა გინდოდათ ხო ბავშვობაში. ან თქვენ შეიძლება თქვათ რომ მე ყველაფერი კარგად მქონდა, იდეალური მქონდა. და ყოფილან ესე რომ მოსულან რომ ზუსტად რამა ის იყო მათთვის, რომ იმდენად უსაფრთხო, იმდენად კომფორტული გარემო ჰქონდათ, რომ გარი სამყაროსთან დაკარგეს კონტაქტი, ხო? ანუ ზედმეტად მომზადებლები აღმოჩნდნენ რეალური ცხოვრებისთვის, ხო? აი, ყველას ეხება ეს. აი, რომ წარმოვიდგინოთ, როგორ შეცვლიდით თქვენს ბავშვობაში, რა შეიტანით, რა გაკლდათ, ან თუნდაც თუ ამბობთ, რომ მე ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ესე იგი, მაინც-ამაინც კონტაქტი არ არის საკუთარ თავთან. ამ ბედნიერების მიღმა რაღაცა იყო, ოღონდ თქვენ თუ მართლა რაღაცა გაწუხებთ, თუ არაფერი არ გაწუხებთ, ახლა არ არის აქ საჭირო რაღაცების ქექვა, ხო? აი, როდესაც კონტაქტზე გახვალთ აი ამ შინაგან ბავშვთან, წარმოიდგინეთ, რომ რა დაგაკლდათ ისეთი, რომ ახლა არ აკეთებთ. შეიძლება გქონდეთ დისციპლინის პრობლემა, შეიძლება გქონდეთ სიყვარულის ნაკლებობის პრობლემა, ხო შეიძლება გქონდეთ უნარების ნაკლებობა, ან პირადი ცხოვრებაში სიყვარული ვერ მივიღე, ყველას გვაქვს რაღაცა პრობლემა, ხო, ყველას რაღაცა აკლია. აი, ყველაზე მთავარი რა არის, იცით, რომ რა გარემო გჭირდებოდათ, რომ თქვენ ეს ბუნებრივად რომ მოგეცემოდათ ისეთი რა ცხოვრება გინდოდათ. აქედან გამომდინარე behaviorisტულად იქნება ეს თუ კოგნიტურად თუ რა იქნება, ვიწყებთ მუშაობას, იმას ვაძლევთ ჩვენ თავს, რაც რეალურად ნაკლად მივიღე, იმიტომ რომ არ მომცეს ამ უნარების განვითარების შესაძლებლობა სიტყვაზე. ან რაღაც ტრაუმის გამო, ან პირიქით ზედმეტად პოზიტივის გამო, ხო სიტყვაზე. და ხშირად რა ხდება, იცით, პრობლემა რაში არის, რომ ჩვენ თვითონ იმ პრობლემაში ვამყოფებთ მთელი ცხოვრება თავს, რაც ბავშვობაში ტრამვა იყო. და საბოლოო ჯამში ჩვენ არ ვაძლევთ ჩვენ თავს საშუალებას, რომ მივცეთ ბედნიერების შანსი. ანუ რეალურად ეს ტირილი, ფსიქოლოგიურ ტირილს გულისხმობ და არარეალურს, ეს დარდი, ეს უკმაყოფილება, ეს გაჭირვება იქნება თუ ეს არის იმ ემოციაში გაჭედვა, აი ესე რომ ავიღოთ, ხო? აი ბავშვობაში იყო. მოდით ესე ვთქვათ, რაღაცა შავი ღრუბელი. აი აქ არის ბავშვი გაჭედილი. გაიზარდა, გავიდა 20 წელი, მაინც აქ არის გაჭედილი. აქედან უნდა გამოვიყვანოთ. ეს ხდება როგორც ფსიქოლოგიურად გაცნობიერებით, ენერგეტიკული პრაქტიკით, ამავე დროს behaviorisტულად ქცევაზე ორიენტირებული თერაპიით. რა ჭირდება ადამიანს, რომ აქედან გამოვიდეს დაბალი თვითშეფასებისგან. პირველ რიგში არის ხოლმე ეს. აი აქ არის უღრუბლო სამყარო, ლამაზი, ბედნიერი ვინმე, ხო? აი პირობითად ნატო ავიღოთ, ან პირობითად ნიკო ავიღოთ სიტყვაზე, ხო? აი აქ არის ბედნიერება, აქ არის შავი ღრუბელი. აქ რო გადავიდეთ, შეიძლება ამ ნატოს ჭირდება გამოავლინოს საკუთარ თავში რაღაც სახით ქცევის შეცვლა, ან ცხოვრების სტილის შეცვლა. იქნება და რას ეზარება ყველაზე მეტად, ამ დროს იცის რა ჭირდება მას, რომ ბედნიერი იყოს, ხო? და ამბობს, რომ მე არ შემიძლია სხვანაირად. ეს არის ის ნარატივი, რომ ოჯახში არ მომცეს ამის უნარები და მე არ ვიცი, მე ხელფეხ შეკრული ვარ, აი ტაროს არკანი რო არის ეს ხმლებში, რომ ხელფეხ შეკრული არის ქალი, აი ესეთი რაღაცა არის ეს შავმთვარეს და სატურნს რო ვიძახით, ხო, დაბლოკილი ენერგია. აი ჩვენ უნდა გავხსნათ ეს ენერგია. და რაც უფრო ნენელა ხსნით, მით უფრო მარტივდება მე ამ დანარჩენი ენერგიის გახსნა და უფრო თავდაჯერებულობა მოდის, უფრო სიყვარული მოდის და ამით თქვენ შინაგან ბავშვს დაუმტკიცებთ, რომ ის ვერად ბედნიერების ღირსია. ეხლა უფრო ღრმად პირად კონსულტაციებზე ან პირად თერაპიულად მუშაობთ ხოლმე, ეხლა ძალიან ღრმა სურათში რო გითხრათ, მაგრამ ვინც ეხლა არ მოხვალთ მაგალითად კონსულტაციაზე ან არ
თქვენთვინაც არ შეგიძლიათ ამასთან კონტაქტი, აი ამ ვიდეოთიც სისტემა მაინც იცოდეთ როგორ მუშაობს, ხო? ანუ სამყაროში არის ესე მოწყობილი. ყველაზე დიდი მკურნალები ვართ ჩვენ თვითონ ჩვენი თავის. თავარი არის, რომ თქვენ გქონდეთ აი ის გადაწყვეტილება, რომ მე მინდა უკვე ეს შევცვალო, მე მინდა ჩემი თავი აი აქედან, ამ ბურისიდან აქ გადავიყვანო და ჩავსვამო. პატელა კაცუნას პირობითად და როგორც კი აი აქ გადმოხვალთ, აქ გაუკავშირდებით ამ ენერგიას და ამ ენერგიით კიდე აი აქ ქვედა ვიბრაციებს, ქვედა სამყაროს უკავშირდებით, სადაც სიბნელეა, წყენები, ტირილი, ნეგატიური ემოციები, რომელიც ავტომატურად ამ თქვენ ჩაკრებს აჯდება და იღებს ენერგიას ამ ჩაკრიდან. ამ ენერგიას დაბალ ასტრალს ვეძახით, ეშმაკები, სულები, გარდაცვალთა სულები, ბნელი ძალები, ეს მთელი არქეტიპები ამ ენერგიასთან არის კავშირში. როგორც კი ჩვენ ნეგატიურ ემოციაში ვართ იმის გამო, რომ არ ვაკეთებთ ისეთ ქმედებებს, სადაც ჩვენ თვითშეფასებას ავიმაღლებთ, სიყვარულს ვაჩვენებთ ჩვენ თავს, ხო? აი ამ ენერგიასებს ივართ და აქედან მოდის მთელი ეს რიგი პრობლემები. როგორც კი აი აქ გადავდივართ, ეს არის რომ უნდა იშრომო შენი ბედნიერებისთვის, ხო? გააქვს მიჯაჭვულობა პარტნიორზე? ესე იგი, რაღაც არის იმ ადამიანში ისეთი, რომელიც შენ გინდა რომ გამოიმუშაო, ოღონდ მუქთად გინდა, ესე რომ ვთქვათ, ხო? ესე იგი, შენ თვითონ უნდა შექმნა ეს ენერგია და ნენელა აღარ გექნება ამ პარტნიორზე ესეთი გაჭედვა, ხო? ან ნენელა შენ შულზე გაქვს მიჯაჭვულობა, ძლიერი შიშები გაქვს, ესე იგი, შენ შინაგან ბორთთან გაქვს რაღაც ურთიერთობა გასარკვევი სიტყვაზე და იქ აქვს დასასვლელი, ხო, ემოციურად. ანუ ნებისმიერი ესეთი ემოციების კონტროლი, მართვა და დამუშავება არის შესაძლებელი. ამიტომ ეს სქემა რაც გიხსენით აქ რაც იყო, ხო? საბოლოო ჯამში აი ამას უკავშირდება მართლებს, რომ ისწავლოს ადამიანმა თვითსიყვარული და თვითსიყვარული ეს ის კი არ არის მე რომ აი მე ვლიდე ჩემ თავს და ესე ცხვირაწეული დავდიოდი რომ მე ყველაზე მაგარი ვარ და ყველაზე ლამაზი ვარ. ამის მიღმა შეიძლება მე ისე ტოქსიკურ ურთიერთობებში შევდიოდი, ისე წრეზე ტრიალებდი ან ისე ვაბულინგებდი ან ჩემ თავს ან სხვებს და ეს ერთი და იგივე არის ფსიქოლოგიაში ადამიანი რომელიც ცხვირაწეული დადის და სხვებს აბულინგებს სიამდვილეში საშინელად არ უყვარს თავისთავი და თავის თავს აბულინგებს. ანუ ეს ზოგადად ერთი სქემა არის, ხო? შესაბამისად რა უნდა გავაკეთო, რომ ქმედებები ვაჩვენო ჩემ თავს, რომ მე შენზე ვზრუნავ, მე შენ პატივს გცემ სადღაც, მე მინდა შენ ბედნიერებაში წაგიყვანო, ნენელა უნარები განვითარებინო, აქედან ხსნით ამ ჩაკრებს. აი ამ ვიბრაციიდან აქ თუ ვართ, ხსნით ამ ჩაკრებს, იმიტომ რომ აქედან ვიღებთ ენერგიას ღვთიური ვიბრაციებიდან, ეს ეზოთერული გაგებით, ხო? აქედან ხდება ნენელა ჰარმონიზაცია ადამიანის ენერგეტიკული ველის. ძალიან მარტივი სქემა არის, მაგრამ ძალიან რთული დასამუშავებელი არის, თუმცა ისიც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ თუ გვაქვს ამ ენერგიასთან კონტაქტი გაცნობიერებაში, თუ არ მე ამ ენერგიებთან უკვე ვიცი საით წავიდე. უკვე ქაცნობიერში დაძრულია პროცესი და ადრე თუ გვიან ის გაიყვანს უკვე ადამიანს, ანუ ამოიყვანს ჯოჯოხეთიდან. აი ეს აღიქმება ხშირად როგორც ჯოჯოხეთი, იმიტომ რომ მართლა დაბალ ქვევითა ვიბრაცია, ჩვენი აურა ამ ვიბრაციაში არის აქ და იკეტავს ენერგია გააქვს ყველა ამ სტრუქტურიდან. თუმცა არიან ადამიანები ჯერჯერობით ამ ქვედა სამყაროთი რომ იყვებებიან, ეს ბნელი ტიპებიო რომ ამბობთ ხოლმე და ჯერჯერობით იქ კარგად გრძნობენ თავს, მაგრამ ეს ბნელი ენერგიები საბოლოო ჯამში ამ ადამიანს იჭერენ ბოლომდე და ჩაიყოლებენ ხოლმე, ხო? ეს ჰიტლერის ვარიანტი რო ავიღოთ მაგალითად. საბოლოო ჯამში სულიერად მათ რა აი როგორც არქეტიპი რო არის ეშმაკის, ხო? სული უნდა მიყიდო და მე მას ემსახურო და დაბლოკილი ხარ დროებით გაძლევს. ცოტა ხანი გაძლევს. აი ძალიან ნუ ფაუსტის თემა არის და იმას ქონდა კიდე თომას მანს აქვს ძალიან მაგარი რომანი აქვს მაგ თემაზე. ფაქტიურად თანამედროვე ფილმიც არის გადაღებული ძალიან მაგარი მაგ თემაზე. აი მოვიცეთ და მოვიწყდა ახლა ჩემი საყვარელი წიგნი არის და აი ეს არქეტიპული თემები, რომ არადისობაში ჩემი ხარ და დროებით გაძლევ კეთილდღეობას, ეს არის ის არქეტიპული ენერგია, აი ამ ენერგიაში როცა ვართ. და მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ამ ენერგიაზე გადავიდეთ. ეს ფროიდი ეძახდა ამას სიკვდილის ენერგია და სიცოცხლის ენერგია, ხო? და აი ამ სიკვდილის ენერგიაზე რო ვართ, მე ჩვენ მივდივართ ნენელა აი ამ რაღაც დარქი ენერგიისკენ, უბედურება,
ტრამვების, ან სიკვდილს ვიწვევთ გარემოში მაგალითად, ან უბედურებას, ან ტრამვებს, ან აგრესიებს ვიწვევთ, და როცა სიცოცხლის ენერგიაზე ვზივართ, აქ ყველაფერი პოზიტიურად მიდის, ხო? აღორძინების ენერგია არის და ღვთიური ენერგია არის სინამდვილეში ამ ყველაფერში. მე მგონია, ასე თუ ისე აგიხსენით, მე მგონი საინტერესო ვიდეო გამოგვივიდა, სულ მინდა ხოლმე ამ თემაზე ვიტრიალო, იმიტომ რომ როცა ასტროლოგიაზე ლაპარაკობთ, ეს ერთიანი სისტემა არის, მეგობრებო, თუ ამ ყველაფერში ვერ ვერკვევით, ასტროლოგიაშიც მაინც ვერ ვერკვევით. იმიტომ რომ ასტროლოგია არ არის მხოლოდ ესეთი მარტივი ციფრული ენერგია, ხო, და ინფორმაცია, ეს არის ფსიქოლოგიური ინფორმაცია და ფსიქოლოგია კიდე გადის კარმაში, ენერგეტიკულ ველში, მაგალითად, მთლიანად ერთი სისტემა არის ეს ყველაფერი და ნენელა რომ ამ ყველაფერშიც მე რაშიც ამ სფეროში მე ძალიან დიდი ხანია ვარ და უბრალოდ ნაკლებად ვაკეთებ ხოლმე ვიდეოებს ეზოთეროს უფრო ასტროლოგიურს ვაკეთებ, მაგრამ ეს ერთიანი სისტემა არის და მე მგონი თქვენთვის საინტერესო იყო. შეგიძლიათ კომენტარები დამიწეროთ, ვის მოგეწონათ, ვინ გაიგეთ, რა ვერ გაიგეთ, მაგალითად, სულ ველოდები ხოლმე თქვენ კომენტარებს და დაგემშვიდობებით მაშინ დროებით.